supporting democracy and OSCE values in Georgia. Is the Assembly content to consider the resolution as a whole? The resolution is agreed to. EUTHO-ს საპარლამენტო ასამბლეამ პლენარულ სესიაზე პორტოს დეკლარაცია მიიღო. ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტი მოიცავს საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც. დეკლარაციაში EUTHO-ს საპარლამენტო ასამბლეა სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გაუარესების გამო, რომელიც ხასიათდება დემოკრატიული უკუსვლით, პოლიტიკური პოლარიზაციის გაძლიერებით და ფუნდამენტური თავისუფლებების, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების უფლებისა და მედიის დამოუკიდებლობის შეზღუდვებით. გმობს პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებსა და სასამართლო ჩარევას, რაც ძირს უთხრის დემოკრატიულ მმართველობას და საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ ევროპულ მისწრაფებებს. EUTHO-ს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რათა უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, აქტივისტებისა და მომიტინგეების თავისუფლად და უსაფრთხოდ მუშაობა და ხელი შეუწყოს გამჭვირვალე და ინკლუზიურ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც ასახავს საზოგადოების ფართო მონაწილეობას, ეფუძნება დემოკრატიულ პრინციპებს, მათ შორის ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებით და რუსული სტილის უცხოელი აგენტების კანონის გაუქმებით. EUTHO-ს საპარლამენტო ასამბლეა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომლის დროსაც EUTHO-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიამ საარჩევნო პროცესში მრავალი დარღვევა აღმოაჩინა. შეშფოთებულია საარჩევნო პროცედურების დარღვევებით და ადმინისტრაციული რესურსების უპრეცედენტო მასშტაბით, რომლებიც ძირს უთხრის საქართველოში არჩევნების პროცესის თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპებს და თავად შედეგებს. გმობს ძალის არაპროპორციულ გამოყენებას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც მტკიცედ იბრძვიან საქართველოს ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის. შეშფოთებულია ჟურნალისტების, აქტივისტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრებებითა და პოლიტიკურად მოტივირებული დევნით. იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა შესაძლო საშუალებას იყენებს თავისი ძალაუფლების გასამყარებლად. უცხოელი აგენტების რეგისტრაციის, რადიოსა და ტელევიზიის და გრანტების შესახებ ახალი კანონების მიღებით. აღნიშნავს, რომ საქართველოში ვითარება კვლავ უარესდება, ხელისუფლება სულ უფრო მეტად ჩორდება ევროპული ინტეგრაციის გზას. ღრმად შეშფოთებულია ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკის მზარდი დონით და მას სრულიად მიუღებლად მიიჩნევს. სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს რუსეთთან და ჩინეთთან გაძლიერებული კავშირები ქვეყნის მიერ საჯაროდ გაცხადებულ ევროპულ მისწრაფებების კონტექსტში. ამასთან რეზოლუციაში ნათქვამია, რომ EUTHO-ს საპარლამენტო ასამბლეა აგრძელებს ქართული საზოგადოების პროევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას, რომელიც დემოკრატიული ღირებულებებისადმი მტკიცე ერთგულებას აჩვენებს და საკუთარი ქვეყნის მომავალს ევროპაში ხედავს. ასამბლეა დეკლარაციაში ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში. ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას გაუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წელს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეწყვიტოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და მათი დანარჩენი საქართველოსგან ძალის გამოყენებით გამოყოფის მცდელობები, ნათქვამია რეზოლუციაში. EUTHO-ს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას მოახდინოს სიტუაციის დეესკალაცია და დაიწყოს ეროვნული დიალოგი ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა მოიძებნოს გამოსავალი არსებული სიტუაციიდან და აღდგეს საზოგადოების ნდობა ქართული დემოკრატიის მიმართ. პატივისცეს შეკრების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლებას და თავი შეიკავოს მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან, დაუბრუნდეს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზას. რაც შეეხება უშუალო დეკლარაციას, პორტოს დეკლარაციაში საქართველოს რამდენიმე პუნქტი ეთმობა. დეკლარაციაში EUTHO-ს საპარლამენტო ასამბლეა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის 2008 წლიდან მიმდინარე ოკუპაციის გამო, რაც ძირს უთხრის რეგიონულ უსაფრთხოებას და მოუწოდებს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად განხორციელებისკენ. გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში გაუარესებული პოლიტიკური ვითარების გამო, რომელიც ხასიათდება მზარდი დემოკრატიული უკუსვლით, პოლიტიკური პოლარიზაციის გაძლიერებით და ძირითადი თავისუფლებების შეზღუდვებით, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების და მედიის დამოუკიდებლობის უფლებით. უწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რათა უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, აქტივისტებისა და მომიტინგეების თავისუფლად და უსაფრთხოდ ფუნქციონირება და ხელი შეუწყოს გამჭვირვალე და ინკლუზიურ პოლიტიკურ პროცესს. გამოხატავს შეშფოთებას 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებულ პოსტსაარჩევნო მოვლენებთან დაკავშირებით, მათ შორის მომიტინგეების, ოპოზიციის ლიდერებისა და მედიის წარმომადგენლების თვითნებური დაკავებების, ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ. მიესალმება EUTHO-ს ვენის მექანიზმის ამოქმედებას 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციების საპასუხოდ, რომლებიც ოდირის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშის თანახმად რამდენიმე შეუსაბამობით გამოირჩეოდა. აღიარებს ამ მექანიზმის მნიშვნელობას ადამიანის უფლებებთან, დემოკრატიულ პროცესებთან და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული შეშფოთების მოსაგვარებლად და მოუწოდებს დიალოგისა და თანამშრომლობის გაგრძელებისკენ, რათა უზრუნველყოფილი იყოს ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა, ძირითადად ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებით და ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით, რომლებიც ნამდვილად ასახავს ქართველი ხალხის ნებას.